მოგესალმებით და გამარჯვება იმერეთს, გამარჯვება საქართველოს, გამარჯვება კოალიცია ცვლილებისთვის, გამარჯვება საარჩევნო ნომერ 4. მივესალმები ტყიბულს, მივესალმები ზესტაფოს, წყალტუბოს, სამტრედიას, მივესალმები ხარაგაულს, მივესალმები ბაღდათს, თერჯოლას, მივესალმები ჭიათურას, საჩხერეს, მხოლს, ვას, ქუთაისს. მოგესალმებით ძვირფასო იმერლებო, ვინც ხართ აქ და ვინც აქ ვერ ხართ, მაგრამ ფეხზე დგახართ ცვლილებებისთვის, დგახართ ღირსებისთვის, დგახართ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ყველა ვინც აქ ვართ, არა მხოლოდ გვწამს და გვჯერა ცვლილების, არამედ ერთად მოქმედებთ ცვლილებებისთვის და ამიტომაც შეიქმნა კოალიცია ცვლილებისთვის. იმისათვის რომ ჩვენ თქვენთან ერთად გავაკეთოთ კოალიცია, თქვენ ჩვენთან ერთად და ყველამ ერთად მთელ საქართველოსთან გავაკეთოთ კოალიცია. და ეს ასეც იქნება, ვინაიდან მომავალი თქვენია, მომავალი ჩვენია, მომავალი საქართველოსია. ვართ ამაყები, ვიყოთ ბევრნი და ვხედავდეთ ერთმანეთს. ვართ ამაყები, ვიყოთ არა მხოლოდ თანამოაზრეები, არამედ თანამებრძოლები. ვიდგეთ ერთად და მივდიოდეთ წინ ცვლილებებისკენ, წინ ღირსებისკენ, წინ მომავლისკენ, წინ ევროპისკენ, წინ სიმართლისკენ. როგორ არ უნდა ვიყოთ ამაყები? საქართველოს უწერია ბევრად უკეთესი მომავალი. რამდენიმე დღის წინ, როდესაც მავანს ძალიან ვებევრეთ, სკამები დაგვითვალეს. ახლა შეუძლიათ დაითვალონ. დაგვითვალონ მოედნებად, დაგვითვალონ ქალაქებად. ისიც შეიძლება ცაზე ვარსკვლავები დაითვალონ და ზღვაში ქვიშა. ესეც შეიძლება, ვინაიდან ვართ ძალიან ბევრი და იმიტომ შეიძლება ეს. ბევრი ვართ. დიახაც ბევრი ვართ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ვართ მართლები, როგორც არასოდეს. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს ამაყი, როგორც ყოველთვის. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს მართალი, როგორც ბევრი ისტორიული ქარტეხილის დროს ყოფილა. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ბოდიში მოახდევიოს ყველას, ვინც გთხოვს თავის დახრას და ბოდიშის მოხდას სიმართლისთვის, ღირსებისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია. დღეს იმერეთში, ასია იმერეთში დღეს და ხედავთ, სულ უფრო და უფრო ბევრი ხდებით. შემთხვევით არა, იმიტომ რომ სიმართლე არის აქ. ჩვენ კი არ ვართ მართლები, ამას არ ვამბობ პირველ რიგში. ჩვენ დგავართ იქ, სადაც არის სიმართლე. და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ვართ. ასე არის იმერეთში. ასე იქნება რამდენიმე დღეში სამეგრელოში. ასე იქნება რამდენიმე დღეში აჭარაში. ასე არის კახეთში. ასე არის გურიაში. ასე არის რაჭაში. ასე არის სვანეთში. ასე არის ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მესხეთში, ჯავახეთში, ცენტრალურ და თბილისში. ასე არის ყველა ფეხზე დგას. 26 ოქტომბერს მთელი საქართველო მივდივართ არჩევნებზე. ოღონდ არჩევნებზე, სადაც ცვლილებები უნდა მოუტანოთ ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს და ჩვენს მშობლებსაც, რომლებიც იმსახურებენ რომ მოესწრონ ბედნიერ, გალაღებულ, განვითარებულ, ძლიერ, დიდარ სახელმწიფოს.
ეს შეუძლებელი არ მოხდეს. როგორ შეიძლება ვიდგეთ ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლთან და გაუთავებლად საუბრობდეთ პრობლემებზე წლების განმავლობაში იმ ქალაქში, იმ მხარეში, იმ რეგიონში, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობები. ამ ხელისუფლებამ შექმნა კრიზისი და უნდა რომ ყველამ ვილაპარაკოთ გაუთავებლად პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაწყვეტას დღის სინათლე არ ეგრისოს. არა, ჩვენ საუბრობთ შესაძლებლობებზე, მაგრამ არა მხოლოდ საუბრობთ, ვმოქმედებთ და ვუმტკიცებთ თითოეულ ჩვენგანს, რომ საქართველოს შეუძლია 26 ოქტომბერს გააღვიოს მოჯადოებული მანკიერი წრე, სადაც თითოეული საქართველოს მოქალაქე თავს იგრძნობს ბედნიერ მოქალაქედ, დაფასებულ მოქალაქედ. განა მართლაც დასანანი არ არის იმერეთში თითქმის ყველა მეორე ოჯახში ემიგრანტი ყავდეს და რატომ არ შეგვიძლია რომ ეს ასე არ იყოს? შეგვიძლია, მომავალი ჩვენია, თქვენია. და ამ შესაძლებლობებს ჩვენ ხორცს შევასხამთ. მივესალმები ათობით ათას ემიგრანტს, მათ შორის იმერლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ ახლა გვიყურებენ. ზოგი კანადიდან, ზოგი ბრიუსელიდან, ზოგი ვარშავიდან, ზოგი პარიზიდან. მივესალმოთ ჩვენს ემიგრანტებს დიდი სიყვარულით. ათობით ათას საქართველოს მოქალაქეს პასპორტით ჯიბეში დიდი პრობლემები შეუქმნა ამ ხელისუფლებამ დაბრკოლებები, რომ ვერ დარეგისტრირებულიყვნენ ისინი ამორჩევლებად და არ მიიღოთ წვლილის შეტანის შესაძლებლობა არ ქონოდათ მომავალ საქართველოში. მაგრამ მათ ეს დაბრკოლებები გადაალახეს და 100,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, მათ შორის იმერლები, წავლენ არჩევნებზე სხვადასხვა კონტინენტებიდან და ასე შეიტანეს უდიდეს წვლილს საქართველოს უკეთეს მომავალში. მიიღეს მათ ეს გამოწვევა. არადა ხელისუფლება ცდილობდა, რომ დემოტივაცია გამოეწვია მათში. პირიქით, მოტივაცია გამოიწვია და არა მოტივაცია ისეთი გულისხმობს გამოწვევებთან ჭიდილს. არა, ის მოტივაცია მიიღეს, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების მიერ აღმართული ჯებირების მონგრევას და მოგმევას და ეს ჯებირები მოირღვევა 26 ოქტომბერს ქართველების, საქართველოს მოქალაქეების მიერ. ჯერ კიდევ, როგორც ჩანს, არიან პოლიტიკოსები, ვისაც ვერ გაუგია, რომ ეს არჩევნები არ ეხება პოლიტიკოსებს. ეს არჩევნები ეხება ახალგაზრდებს. აი ამ ახალგაზრდებს ეხება. თქვენ გეხებათ. თქვენ თითოეულ ჩვენგანს არ ეხება არავის, ვის პარლამენტში აპირებს ყოფნას ან არ ყოფნას. ამ ქვეყნის მომავალს ეხება. შესაბამისად, გვაქვს უფლება ყველა საქართველოს მოქალაქეს, თუნდაც ერთ საქართველოს მოქალაქეს, ვისაც ფიზიკურად შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა. ბუნებრივია არ გვაქვს. ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით ჩვენ უკეთესი მომავალი უნდა მოუტანოთ ჩვენ შვილებს, ჩვენ მშობლებს ღირსეული უზრუნველი სიბერე უნდა მოუტანოთ. ახალგაზრდა თაობებს ასე ევროპული განათლება უნდა მოუტანოთ. ბიზნესის წარმომადგენლებს იქნება ეს მცირე, საშუალო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაბალი გადასახადები უნდა მოუტანოთ. ხალხს უნდა უხაროდეს. ხალხი სიამოვნებას უნდა იღებდეს იმით, რომ ის იღლება შრომაში. მას ეს შრომა უნდა უფასდებოდეს და არ უფასდებოდეს მხოლოდ რამდენიმე ათეულ ოჯახს ამ ქვეყანაში. კომპლექსურია პრობლემები. ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერს, რომელსაც უკვე ყავს 100,000 ამორჩეველი მხარდაჭერი.
და კიდევ უფრო ბევრი ვიქნებით დარჩენილ 18 თვეში. ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის. ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის. ეს შედეგი ფაქტია უკვე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიამოვნებას არ გვანიჭებს. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა წლების შემდეგ ვკითხოს, ამდენი იყავით რუსთავში, ამდენი ხართ ქუთაისში, იმერეთში, კიდევ უფრო ბევრი იქნებით სამეგრელოში, ზუგდიდში, რამდენიმე დღეში, აჭარაში და სხვა რეგიონებში და სიმართლე რატომ ვერ დაამტკიცეთ? ამ კითხვის დასმას თუ ადგილი ექნება, პასუხი უნდა გქონდეს და ეს პასუხი ახლა არის გასაცემი 26 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე. დიდია პატარია და თხოვთ, მოვინდომოთ და არ დავრჩეთ არც ერთი სახში. ყველა დავუბრუნდეთ ჩვენი რეგისტრაციის მისამართს, სადაც რეგისტრირებულები ვართ როგორც ამორჩევლები. ბევრი ძალიან ემიგრანტი, ვისაუბრეთ ამაზე, მიდის ასობით კილომეტრის გასავლელად მიდის, რომ იქიდან შემოგვეხიდოს. მაგრამ ძალიან ბევრი იმერელი ცხოვრობს მაგალითად თბილისში, პრაქტიკული გამოცდილებისთვის. ან 26 ოქტომბერს დილიდან, ან 25 ოქტომბერს საღამოს ყველანი უნდა დავუბრუნდეთ ტყიბულიდან დაწყებული ქუთაისით დამთავრებული ჩვენ სახლებს და ყველამ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება 26 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე. წარმატებები, გამარჯვება, სიხარული, ბედნიერება, სილაღე და რწმენა საკუთარ თავში 26 ოქტომბერს ყველას დაგვებრუნებიოს და ეს რწმენა ჩვენი სულიდან არასოდეს გამქრალიყოს. რწმენა, რომელსაც ქვია მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ვარ მთავარი მოქმედი პირი და შემსრულებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. აი ეს რწმენა უნდა დავებრუნოთ, ყველა უნდა დავუბრუნოთ ჩვენ შვილებს და მშობლებს 26 ოქტომბერს. განსაკუთრებული დიდი მადლობა, რა თქმა უნდა ყველას, მაგრამ განსაკუთრებულზე დიდი მადლობა ახალგაზრდებს. ამდენი ახალგაზრდა შეიძლება ყავდეს ამორჩეველი და ძალიან გაგიხარდება ადამიანს. მაგრამ ამდენი ათასობით ახალგაზრდა ყავდეს ამ პროცესში აქტიურად ჩართული თანამებრძოლი, ეს არის პატივი, ეს არის ღირსება და ეს გვაძლევს ენერგიას და мотивაციას. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს თანატოლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.